გაუმარჯოს ხალხო, რა ვახართ, რაფერი ხართ. ძველი ტელეფონი თვიღებ, რადგან ახალი ტელეფონი შეერთებულია ლაშას კომპიუტერზე. ეს ვიწერ შავ მასალას, იმისას რა ქვია, ბანკეტის გამომიგზავნა გუშინ ბიჭმა და გუშინ არა, დილას, არა გუშინ. ხო და ორ ნაწილად და საკმაოდ დიდი მასალა არის და ცოტა უჭირს, მაგრამ არა უშავ რა. გადმოდის ვიწვალეთ იონი და მეხმარა და გადმოდის. ამიტომ ეხა მიწევს რომ მე ძველი ტელეფონით გადავიღოს ვიდეო და თარა სიტუაცია ეხა თქვენთან მე ამ ვიდეოს ვერ დავამონტაჟებ და რატო? ანუ ხმას ვერ ავუწევ და რატო? ეხლა ვგეტყვით, ფონი იყოს ეს, ხო? რა პრობლემაა? ცოტა ხანი იყოს ეს. იმიტომ ამ ტელეფონს არ აქვს მეხსიერება და მე რო ეხლა პროგრამაში ჩავდო და ხმას აუწიო, კიდევ ორ მაგი მეხსიერება დასჭირდება და ამიტომ ვეცდები რომ პატარა ვიდეო ჩავწერო, თან ცოტას დავისვენებ და თან ხმას ხო ვუწევ ხოლმე პროგრამაში, იმიტომ რომ ეს ტელეფონი იღებს სარკის ეფექტით. ანუ ეხლა თქვენ როგორ კადრსაც ხედავთ, პირიქით არის. ეს კადრები წესითი მოკლედ მოპირდაპირე მხარეს არის. დაანებით თავის იყოს ჭანდაბა. თავარია შავი მასალა ჩემთანაა. და ეხლა რო გადმოვა დღეს ან ხვალ მოკლედ შევდგები ბანკეტის ვიდეოს გაკეთებას. მაქსიმალურად და ისე რომ იყოს სამახსოვრო. მადლობა ამ ბიჭს გაგებისთვის. იქაც მოუხადე პირადში მადლობა. რომ შავი მასალა გამომიგზავნა. სულ მაინტერესებდა ხოლმე ეგრეთ წოდებული პროფესიონალი ფოტო და ვიდეოგრაფები როგორ იღებდნენ ვიდეოს ან რა იმით და ეხლა მივხვდი რომ როგორც მე ვიღებ ისე. ანუ პატარ-პატარა კადრებს აწყობ, პატარ-პატარა ნაწყვეტებს და მე აწყობენ რა და გამიკვირდა ამდენი მასალა, იცი რამდენი მასალა არის და ისე სწრაფი კადრები არ უნდა ჩაესვათ რა. ძალიან დიდი მასალაა. სწრაფი თუ არა ინელი კადრი მაინც რომ ცოტა გახანგრძლივებული ყოწამები. კოკი რო დამაცადო, აი ამ წამს იჯექი ჩუმად. კოკი. ხო ჩუმად იყავი. აი მე. ხო და ერთ სიტყვით რადგან ეხა მასალა გადმოიწერა და იწერს უბრალოდ იმ ტელეფონშიც და გულისაგულეს მაქვს, შავი მასალა მაქვს, მიხარია, ხო და ცოტა რომ შევიქაქანებ და რაღაცა მე დავიწყებ გაკეთებას რა, წამოწოლილ მდგომარეობაში. ხო, ეხლა უნდა ავდგე და გავაკეთო ხორციანი კერძი. მაშას ეგეთი შეკვეთა აქვს. გუშინ იყო ჩემი მული, ნატალია. ხო, ამ ვიდეოს ძალიან დიდ ხანს 10-ან 12 წუთიან სტავდებ, რომ აი სადამდეც გაქაჩავს რა, იმიტომ რომ მართლა ვერ დავამონტაჟებ და მეცნიერებაც არ არის. ამიტომ შესაძლებისმეგვარად ჩავწერხა ვიდეოს. გუშინ მოვიდა ჩემი მული, ლაშას მამი და შვილი. კოკი! გამოგიყვან დაგკლავ ხო? კი იქნები 6 წლისა ხარ, კაი სუქანა ხარ. გაგფაფხავ და ჩაგდეთ. ტყემაში. ბჟიტი ტყემაში. გაიგე? მომიტანა კალიასკა. ამიტომ წინაზე რომ ვიღაც ჩემპირდა კალიასკას მესენჯერში გეძებე ვიღაც გიპოვე რომ უნდა მომეწერა რომ კალიასკა თუ ვინმე სხვა სენდომება იმას მიეცით თქო, იმიტომ რომ ჩემმა მულმა ამომიტანა კალიასკა საკმაოდ ვიტყვი ნავაროჩენი ძველებული არ არის, მე 4 ძველებულს ვეძებ. ახალია. მაგრამ აი ისეთია საწოლად რომ გაუმადგება, სადაც მე ვიქნები ტერიტორიულად ეზოში, პლოშატკაზე რაღაცა. და კიდე იცით რა მაქვს. კადრი უნდა შემეტრიალებინა, მაგრამ ეხლა გამახსენდა რომ კადრი არ ტრიალდება ამ ტელეფონში. ამიტომ განახებთ. თავის მე რა კაი ნიოვია გორეთ. აი ეს კალიასკა იქ. გასაწმენდი ეხლა. გევწმინდავ და
დავაბინავებ. ისეთი ნიავი რომ მტვერსასრუტები პირსაწმინდე მტვერსასრუტე. თავისი თეთრეულით და ნახეთ ესეც გავლეთ ეს სირისინალია. ნახეთ ხალხნო რა საყვარლო. როგორ მომწონდა ხოლმე ეს სუ. უბრალოდ ჩოტკით გავასუფთავე და წყალი გადავავლე, ხა გაშრა. არც დამისვლებია რა ლაითად ძალიან. ხო და ეგ არის მაგისი. ეს ადიელად. და ეხა ეგ რაც მინდა. გეტყვით ეხა. იხლავი. მოგეთ ყველა ოთახში საწოლი მეკნება. ეგ მართლა ძალიან მომწონდა იმაში. ოღონ არა როგორც გამოსაყვანი იმათ აღიქმევა, მაგრამ მე სამაგისოდ არ მინდა. და რატო? მე აი აქ რემონტს რომ მოვრჩებით და ძირითადად აქ ვიქნები ხოლმე რაღაცა, ანუ მე რო ჩავალდაბლა და ან თუ დიამინდი რო იქნება და ბავშვებთას ხო იქნებიან სახილაშა იქნება და დავტოვებ, როგორც საწოლი ისე გამოვიყენებ ამ ოთახში. იმ ოთახში ხომ აქვს საწოლი? მოგეთ ოთახებში მაგ კალათით ვიმოძრავებ და დაბლა კალიასკით. ასე რომ, ეგე მაქვს დაგეგმილი და მე როგორ რაც მოვახერხებ, ნახოთ. ასე რომ ნატალიამ ესე დიდი იმით კალიასკა რატომ მომიტანა ნატოს შემპირებული იყო წინაზე დამრჩავა და მე ვთხარი კი არ დაგრჩა მეთქი. აი მიზეზი რო გქონდეს რომ კიდე ამოხვიდე მეთქი, აი მაგიტო დატოვე რომ კიდე ამოსულე. გუშინ მეკითხებ რომ ვიდეო და ნატო რა ხوار დაგრჩები კიდე ხوار მომუბრუნდე. არა ყველაფერი მოგიტანეო. ხო და ეს კალათა გამომიგზავნა ნატოს დედამთილმა, შემა მულის დედამთილმა. და ნინო დეიდას უღრესი მადლობაც დავაბარე, იმიტომ რომ ძალიან გამიხარდა, ძალიან მომწონდა ეგეთი რაღაცები. მსგავსი ტიპის ძველებული უფრო ის იყო ხილის. ნინო ცოტა ხანი მეწვინა მაგაში პატარა ზომა, ძალიან პატარა არა, მაგრამ პატარა ზომისა რა, არ არის საბავშვო. ეგ ბავშვისთვის არის გათვლილი და დაბლა რო ვიყავი ხოლმე ნინო მეწვინა ხოლმე იქ. ასე რომ ეხა ძალიან გამიხარდა რა. ის კალიასკა კიდე რა ვიცი. დასაწოლი, წამოსაწოლი, დასაჯდომი, ცოტათი ძალიან და ასე შემდეგ თავისი მოატრიელე ყურით, პლუს ბადეთი, პლუს ძალიან დიდი ჩანთით, ანუ თავისი აი სასეირნო გაიყო, მაგრამ აქ საქმე გაიყო. ხო და ისა, მოკლედ. კაია, გამომადგება თან ძალიან. რა თქმა უნდა. ხო და ნატალია რომ მეოთხეს გააჩენს. გავუგზავნი უკ ყველაფერს და იხმაროს. ხაი დედა, ხო და გოგო და იგო და ბიჭებო ასე. ამიტომ დავუგვიანე, იმიტომ რომ დილასაკეთია. ივანე მეხმარება, საკმაოდ კარგად არის გარკვეული ეგეთ რაღაცებში. ჭებს მე. არა მართლა კარგად არის. ხო და გადმოვიტანეთ რომ გუშინ გადმოვიტანეთ ორ ნაწილად ერთს მეთქი ტელეფონში გადმოვიტან, მაინც რა ვიცი მეთქი რამდენი იქნება აქვს მეთქის მეხსიერება და ერთი მამას კომპიუტერში გადაიტანა მეთქი და ლაშასგანაც ავიღეთ კურთხევა იმი რომ მთელი მასალები მან დააქვს სკოლის და რაღაცა და ეხლა რო გაჭედოს და რაღაცა ვაიდედა და სატუდა გავიქცეთ და ვის გავიქცეთ. ხო და 99%-ზე გაჩერდა. არ გადმოვიდა ცოცხალი თავით. ეხლა მთავრდება, ანუ გადმოვიტვირ, ეხლა ტელეფონში ვტვირთავ. ხო და საკმაოდ შრომატევადია ხალხო იცოდეთ ეგეთი რაღაცა და უბრალოდაც კი არ თქვათ ის, რომ აი მაგალითად აქ იყო. რა უნდა კაცვა ფრენს დრონს და 1-2 კადრი და აი რა უნდა? ეგრე არ არის. რა უნდა? ჯერ მარტო ვიდეოების დახარისხებაში დავიღალე მე ეხლა რო გადმოვიწე სადმე ხო არ გამეპარა ორი ერთნაირი ეგ უნდა მოვძებნო კიდე და შესაბამისად ყველა ბავშვი ერთნაირად უნდა გავუშვა მაზე რა ვიდეოში რომ არც ზედმეტი არც ნაკლები რომ რაღაცა არის. ნახოთ.
ვეცდები ყოველ შემთხვევაში, რომ ჩემობრად გავაკეთო. არც ვიცი რა მუსიკებს გავუკეთებ, არც ის ვიცი. აი ეგრე. წუხელ საკმაოდ კარგად მეძინა, ისე კარგად ჩამეძინა და აი როგორც ბნედად აქცენა ეს კატა, მე არ ვიცი, აი მივას სიკვდილებ, ჩემი არა. აი ეს ნაცრისფერი მოვიდა ჩემ ფუმფულას ეჩხუბება ხოლმე სულ და ისეთ ხმე ხო იცით, აი ვინცაც გაგიგიათ, აი ჩხუბის დროს კატები როგორ ხმებს გამოსცემენ ხოლმე, რაღაცა გაველი დავეცი ბნედა მე უთხარი გაგამწყარი. აი დაგუდიელებდი შუაღამისას. მე დავწექი. ხო, გუშინ წყალი მოვიდა გვიან ხალხო. ერთი პირი შევყარე, მეორე პირი შევყარე, მესამე პირი შევყარე და 2 წუთი იყო რომ შევყარე კიდე. აბავსეთ ყველა მარაგი რა და მაინც წყალი მოდის, მე შევყარე, წავედი დავწექი, დავიძინე და რომ გამოვედი, გამორთული იყო რაღაცა გამოვყატე, ეხლა ფიქრობ, კიდე ხო არ შევყარე, თქოს ვამბობ დილის 4 და 5-მდე. კიდე ხო არ შევყარო სარეცხე მეთქი და მე ვთქვი რომ, რავი, წყალი მოდის და დილაზე ვიზავ მეთქი. დილად გამოხვალ და სად არის წყალი? არ არის წყალი. ანუ უკვე დაწყდა. ანუ მე რო ღამე არ, მე რეცხა. სარეცხე მექნებოდა კიდე აი არ ვიცი რა რაოდენობის. ხო და ყველა სასაცილო ჰაჩუქი არ იყო. იცი რა მეცინება? აი მე მთელი ამბავი ატეხილი საქართველოში ქალაქების მიხედვით, ნუ მოკლედ მასშტაბურად გამოითო შუქიო და აი მე ნეტა რა ხდება. რატო ხართ პანიკებში ხარ? მარტყოფში უნდა ცხოვრობდეთ, რომ საერთოდ აინოშიც არ მოგივიდეთ, რომ შუქი ჩაქრა. არც შეგეშინდეთ. არც პანიკაში ჩავარდეთ. შუქი ჩაქრა? როდის მოდის რო? ადრე ქარი რო იყო ხოლმე, მაგარი ქარი რო იყო ხოლმე, მაშინ ვიცოდით, რომ შეიძლება ჩამქრალიყო. მერე ჭექაქუხილი და წვიმა რო იყო, კიდე შეიძლება, ანუ თადარიგს ვიჭერდით იქ სანთელია იქ რაღაცა, რომ არ შეხვიდოდი აბანოში და გაქაფული არ დაჭებოდი მოკლედ. ხო. ეხლა მზეზე ქრება, ტობა დნება. ანუ ქარში ქრება, წვიმაში ქრება, მზეზე ქრება, მოღრუბლუშიც ქრება. ჯერა გვაქვს. ხო, არ ვიცი ხარ რა სელოდება, რომ რატო გვაქვს? ანუ ჩვენ გვიკვირს რატო გვაქვს? თქვენ გიკვირთ რატო ჩაქრება? რა დაგაპანიკად ხარ? გუშინაც ვამბობ, ბავშვი არ იბადება, ბოლომდე მიდის აგე აგვისტოს რაღაც შუა რიცხვებამდე რაღა დარჩა. შუქი შენ არა, ხალ იქიდან მეწახეს. წყალი შენ არა, სად დავიბადო? რა გაში? ან შუქი არა იყო წყალი არა. ერთადერთი გაზზე გვაქვს პატივი. არ არსებობს გაზი გათიშოთ, თუ არ გაგვაფრთხილებენ ისიც მილიარდში ერთხელ, თუ ვიღაცა მანქანით არ შეასკდა. რაღაცა გაზის ტრუბას და არ დააზიანა. არის თიში. ხო და აი რატო ხარ პანიკაში? რა გჭირთ? რა უბედურობა გჭირთ? აი მე საქართველოს მასშტაბით მარტყოფში უნდა ცხოვრობდე, რომ საერთოდ უი შოქი ჩაქრა, რა მოხდა? რა პრობლემა? რა დაგემართათ? მეცე. აი ეგრე. მოკლედ. ეხლა შევიდეთ იონის ოთახში ვნახოთ რამდენად გადმოიწერა სრულად. აი მე რომელი ჩაქრა, ეს ჩაქრა, ის ჩაქრა. გენაცვლება აღდგი. არ არსებობს ახლა მე ისავქენი გავთიშე ჯენთმე და მეწოს მოკლედ ახლა თან მამიდა ჩემს დავურეკო ბლომათარი გადმოწერილი არა უშავრა კიდე მამიდა ჩემს დავურეკავ მირეკავდა და დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე თქვენ აბაჰედა აბაჰო ანუ ის მიწერს ორი ერთნაირი ფაილიო და გადმოვწერო ნახავ მოკლედ რა წაველი ახლა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე ნახო რა უნდა ჩემ კომპიუტერს კიდე რა არის გადმოწერილი და რა არ არის შევამოწმო და რავი
დღეს და ხვალ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა უკვე დავიწყო, იმიტომ რომ ტელეფონი მე მეხსიერება გავუსუფთავო ტელეფონს, თორე გამოთაყვანებულ ეგ მოუვა. აბა, ჰე, მაგრად.